გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში გზისარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამჟამად გზის 412 მეტრიან მონაკვეთზე მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება. პროექტი ასფალტის ახალი საფარის დაგებას, სანიაღვრე სისტემის მიერთებისა და ეზოებში შესასვლელების მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 400,000 ლარში ადგენს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი და უსაფრთხო ინფრასტრუქტურით შეძლებს სარგებლობას. გორის მუნიციპალიტეტში ინტენსიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობითი სამუშაოები. დღეს დავათვალიერეთ სოფელ ხურვალეთისა და სოფელ ტინისხიდში შიდა საუკუნეების სამუშაოების მიმდინარეობა. ჯამში ორივე სოფლის სამუშაოების ღირებულება შეადგენს დაახლოებით 1,5 მილიონ ლარს და 2 კილომეტრამდე გზა მოეწყობა. სამუშაოები ფინანსდება როგორც რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით და დაახლოებით აგვისტოსთვის უკვე აღნიშნული სამუშაოები იქნება დასრულებული და ჩვენ მოქალაქეებს იქნება შესაძლებლობა რომ უფრო კომფორტულად და გამართულ საგზაო ინფრასტრუქტურად მოიხმარონ და გადაადგილონ. ხურვალეთში ერთ-ერთი საუკუნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც ხედავთ, გაკეთა რკინაბეტონის ღარი სანიაღვრე. სამუშაო ითვალისწინებს საფუძვლის მოწყობას, ორფენიანი ასფალტბეტონის საფარის მოწყობას. ასევე მოიხსნა ძველი ამორტიზებული გრუნტი, საფარი, რაც იყო და მომზადდა ახალი საფუძველი, ფრაქციული ღორღი და მომზადებულია უკვე საასფალტოც.